გამარჯობა, უკვე 10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ვთქვი, რომ მოკლედ წინაზე ისე გამოვიდა, რომ მიტოვებული სახლი ვიყიდე. იმიტომ რომ მიტოვებული სახლები ახალ სახლებზე უფრო იაფია. და იმისთვის, რომ 10 თვის შემდეგ ამ სახლში დარჩენა შევძლოთ, ძალიან ცოტა დავალება მაქვს შესასრულებელი. პირველი, მე მჭირდება სახურავი, კარი და ფანჯრები, რომლებიც სიცივეს და წყალს არ შემოუშვებს ჩემს სახლში. სახურავი, კარი და ფანჯრები უკვე მაქვს. მეორე, მე მჭირდება იდეალურად გალესილი კედლები. არ არის აუცილებელი, რომ სამალიერო სამუშაოები დასრულებული იყოს, მთავარია კედლები იყოს სწორი და სუფთა. ცუდი არის ის, რომ ხელოსანი, რომელსაც ჩემი სახლი უნდა გაელესა თეთრად, გაქრა. და მესამე, რადგან ჩემი საყვარელი ზამთარი მოდის, სახლში აუცილებლად უნდა თბილოდეს. სითბოზე გამახსენდა. იცით ცელსიუსმა რა მითხრა? ლინაკო, ცელსიუსი გიგზავნის გამოწვევას. თუ შენ შეძლებ და დაეხმარები ხელოსნებს არისტონის პრემიუმ ქვაბის მონტაჟში, შენ ამ ქვაბს მიიღებ საჩუქრად. ცელსიუსი პრემიუმ იტალიური ბრენდის არისტონის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი და სერვის ცენტრია. ამიტომ ახლა ლინაკო გაიყოფა ორ ნაწილად, ერთი გააგრძელებს აქ სამუშაოებს, რომ სახლი მოვამზადო ამ ყველაფრის დასაწყებად. მეორე კიდე ცელსიუსის შოურუმში წავა, რომ მათი პროდუქტები დაათვალიეროს. თან ზუსტად ამ არისტონის ქვაბებზე 30 ნოემბრის ჩათვლით წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება აქვთ. ეს არ უნდა დამავიწყდეს. გამარჯობა, მე ვარ ლინაკო და მე სახლში ცენტრალური გათვალის გაყვანა საერთოდ არ ვიცი. მაგრამ მე ხო ცოტა ხნის წინ ცელსიუსმა ძალიან საინტერესო გამოწვევა გამომიგზავნა. ამიტომ დღეს გავაკეთებ იმას, რაც აქამდე არასდროს გამიგეთებია. წავედით. ორი ამბავი მაქვს. ერთი არის ძალიან ცუდი, მეორე არის ძალიან კარგი. და მოდი, ჯერ მწარე ვჭამოთ კლავ ტკბილი, დავიწყოთ ცუდით. ცუდი ის არის, რომ ხელოსანი, რომელსაც ჩემი სახლი უნდა გადაეთეთრებინა, გაქრა. გაქრა რა 3 ნოემბერს უნდა მოსულიყო და მითხრა, ვერ მოვდივარო, მე 10 ნოემბერს უნდა მოსულიყო და უბრალოდ არ მოვიდა და შემდეგ დღეს მითხრა, აი, ხვალდილით ვიქნებიო და მე ვთხარი, მე ჩემო ესპაზე დავუჯდები და ჩამოვალ. მეთქი გასაღებით დაგიტოვეთქო და მითხრა, კი, მანქანაში ვუჯდებიო და მაგის მე არ გამოჩენილა. მაგრამ ამ ცუდ ამბავს მოყვება კარგი ამბავიც და კედლებს ჩვენით გადავათეთრებთ. მე რა რომ გამოცდილება არ გვაქვს ამდენი ხნის განმავლობაში, ტყუილად ვუყურებდით, როგორ ლესავდნენ ჩვენ კედლებს. თან გადათეთრება უფრო მარტივი იქნება. ვიღაცები იტყვიან, რომ ლინაკო, რა პრობლემაა, მოიყვანე ახალი ხელოსანი, მაგრამ მაგდენი დრო არ მაქვს. მაგდენი დრო არ მაქვს, არა, გულისხმაში ძალიან გამიხარდა ეს რომ მოხდა ყველაფერი, იმიტომ რომ გამარჯობა, მე ვარ ლინაკო და მე საერთოდ არ ვიცი კედლების გადათეთრება. მაგრამ მე ხო ცოტა ხნის წინ ძალიან ძველი სახლი იმ იმედით ვიყიდე, რომ რაღაცებს შემი გადავაკეთებდი. ხო და ამ ვიდეოში გავაკეთებ იმას, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია. დროა რომ გათბობა დავიწყო ამ სახლში. გათბობის გაკეთებამდე კარგი იქნება თუ მექნება საბოლოოდ სამალიერო სამუშაოები დამთავრებული. ამიტომ, რადგან სამალიერო სამუშაოები დიდი ალბათობით უნდა გადავდო გაზაფხულისთვის, ახლა მე ვეცდები, რომ ჩემით შევქმნა თეთრი მასა, იმ თეთრი სეპერის რაც დამჩა, რომელსაც ძალიან თხლად გადავსვამ კედლებზე, როგორც კედელი იყოს თეთრი. თან ხო იცით ჩემი სახლის მთავარი წესი. ამ ჩემი სახლია და თუ რამე გაფუჭდება, ჩემი სახლია. საერთოდ არ ვიცი ამის გაკეთება. თუ ახლა ნერვები გეშლებათ, ბრაზობთ რომ არასწორად ვაკეთებ. არ მოგეშალოთ ნერვები. ჩემი სახლია, ამიტომ. სახლის ლესვის მე რამდენიღაცა დღე არის და დღეს ყავს სტუმრად ისეთი ადამიანი, რომელიც არ მეგონა თუ ოდესმე სტუმრად იქნებოდა ჩვენთან. ეს არის გია ხეოშვილი, ყველაზე მაგარი ჩელისტი, ვისაც ვიცნობ. ჩამოვიდა გია, თქვა რომ ამ ოთახს გავლესავთო და მართლა გავლესით ეს ოთახი და ეხა არის თეთრი. თან მას ვენინებ და ჯერ ხომ მოვუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, მე მოვუსმინეთ ყველაზე მაგარი ჩელისტის დაკრულ ნაწარმოებს, მე და მოვუსმინეთ გიას დაკრულ ნაწარმოებს. აი ეს კეთილი.
ამ კვირაში მარინა იაშვილის საერთაშორისო კონკურსი მოიგო, გუშინ გალაზე და უკრა და დღეს მოვიდა და სახლი გამონესინა. სახლი რო ვიყიდე, ამ ქურთუკით ვაკეთებდი თავიდან ყველაფერს და რაღაცა ნოსტალგიური არის. წინა ეპიზოდში გაკვირით თქვი, რომ იატაკის დამუშავებას თქვენი აზრით ჩემი შევძლებ და ძალიან ბევრმა ჩემმა გამომწერმა მითხრა, რომ კი, ლინაკო, შენ შეძლებო. ერთ-ერთმა დღეს ისიც დამიკომენტარა, რომ შენთან რო ისწავლი, მე ჩემთან წამოდიო. ამიტომ მეგობრებო, ამიტომ დაუკავშირდი Tool Rent Georgias. ჩემი აზრით საოცარი კოლაბორაცია გამოგდის, იმიტომ რომ ახლა მათ იატაკის მოპირკეთების აპარატს დაუტესტავ. ჩამოვიდნენ, ჩამომიტანეს ეს აპარატი, ამიხსნეს რა როგორ მუშაობს. ადგილზე გაოცებული ვიყავი მათი შესაძლებლობებით, იმიტომ რომ საოცრად გააკეთეს ყველაფერი და იმედია მეც ისე მარტივად გამომივა, როგორც გუშინას ყველაფერი ჩანდა. ამიტომ დღეს მექნება ერთი სრული დღე, ორი ხელი, კიდე ორი ხელიც მაქვს მანქანაში ლიკური არის, არ ვიცი გადმოვა თუ არა. და ერთი იატაკის მოხვეწის აპარატი და ვნახოთ რამდენს მოვასწრებ. შენი აზრით დასჭირდება დაახლოებით 2 დღე რა. სამივე ოთახს რო გადავხედოთ, იატაკის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაახლოებით 2 დღე საკმარისი იქნება. აი მე 5 დღეს ვაპირებდი, მაგრამ მე ერთ დღეში ამ სახლს თლიანად დავასრულებ და დაუბრუნებ Tool Rent Georgias თავის აპარატს. მადლობა ძალიან. ეს რამეს ხო არ ეტყოდით ჩემს აუდიტორიას? არა. შენს აუდიტორიას ვეტყოდი, რომ თუ თქვენ თაკეთებთ რემონტს, შეგიძლიათ მომზადოთ Tool Rent Georgiaში, დაიქირავთ ნებისმიერი ინსტრუმენტი და გამოყენება შეგასწავლით ადგილზე. მაგარია. ეხლა დაახლოებით 2000 ლარის საქმეს გავაკეთებ. იმიტომ რომ გამოვიკითხე ვინ ამუშავებს იატაკს და გავარკვია რომ აქ რო ჩემი იატაკის 1 კვადრატული დაამუშავონ და მიჭდება 30 ლარი. 25 ლარი. 30 ლარი. დაახლოებით 60 კვადრატი მაქვს დასამუშავებელი, ანუ 30 ჯერ 60 1800 ლარი უნდა გამესროლა იმისთვის, რომ პროფესიონალს დაემუშავებინა იატაკი, მაგრამ მე ხომ არ მაქვს პრეტენზია ჩემს სახლში ასეთი რაღაცები პროფესიონალის მიერ იქნება შესრულებული თუ არა. ამიტომ მე როგორც არაპროფესიონალი და მომავალში პროფესიონალი, ამიტომ ახლა ბევრი არ ვილაპარაკოთ და ჩავთოთ ტაიმლეპსი და ვნახოთ რამდენს მოვასწრებ. დავიღალე, მაგრამ იმაზე ვფიქრობ რა მაგარი იქნება აქ ახალ წელს რო ჩამოვალ და ფიაფერის იატაკი რო დამხვდება. და პატარა პრობლემა არის ის, რომ რადგან ეს იატაკი უსწორმასწოროა, სადაც არის ჩაღრმავებული, იქ საღებავი ბევრად უფრო კარგადაა ჩაჯენილი, ალბათ მეტიც არის გადასმული და ეს მიირთულებს საქმეს, მაგრამ ამ დიდ მოსაყვეთ აპარატთან ერთად პატარაც მაქვს. მაგრამ მინდა რომ მაქსიმალურად ცოტა სამუშაო დავტოვო იმ პატარა აპარატით და თავს ვაძალებ რომ გავაგრძელო, იმიტომ რომ ასეთი ლამაზი იქნება ჩემი იატაკის სულ ბოლოს. აუ, ეს რა მძიმეა. მე მგონი იატაკს მე არასდროს გადავღებავ, არ დავღლი ჩემ შვილიშვილებს ასეთი რაღაცით. ძალიან ვერთობი ყურსასმენი არ მაქვს, უბრალოდ მაგაზე მეტირება, თორე დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგია. აი ეს ოთახი დაიყოფა 4 ნაწილად. პირველი ნაწილი იქნება ლინასი, მეორე ნაწილი იქნება საშასი, მესამე ნაწილი იქნება ვისი? აღარ გქონს მეტი ამის პაჭკორია, მაგრამ ცოტაა. მესამე ნაწილი იქნება ნინი პაჭკორიასი და მეოთხე ნაწილის ადამიანს, რომელიც გააკეთებს ციკლოკას, დაგვიწერეთ კომენტარებში ვისაც გაქვთ სურვილი და საუკეთესო ნაწილის მფლობელს, უნაკლო ნაწილის მფლობელს გადაეცემა საჩუქრად. შენ დააფოლოვებ ინსტაგრამზე. მინისოს ძალიან მაგარი რბილი რატო? ჩემი ვლოგების წესი ნომერი 22. ლიკურის ნათქვამს არ ვიჯერებთ. იცი მანქანაში როგორ შემომივარ და? უბრალოდ განაგრძეთ ყურება, გაერთეთ whatever. არ შეიძლება ეგრე, მე აღარ მინდა ჩაწერო. ძალიან კარგია. ეს აპარატი მომწონს. ის ნაკლებად. Jay-Z. Jay-Z? That is Beyonce. Okay, Jay-Z. ნახეთ რამდენ ეპიზოდში არჩენდა ლიკური და ახლა გამოჩნდა და ანუ იატაკი მოაკრია. რამდენ დღეში მოურჩები მას შენი აზრით?
ჩემი აზრით 4 დღეში. ამ 4 დღიდან რამდენი დღე დამეხმარები? დღეს საკმარისია. მე მართლა მოვედი ცელსიუსში და თან გზაში გამოვიცვალე, იმიტომ რომ მაინც სპონსორებს ხვდებით, მადლობა უნდა გადაუხადოთ, რომ თანამშრომლობაში გამოვყვნენ. თქვენ სულ გადაუხდით კომენტარებში მადლობას უფრო მეტად გავახარებთ ცელსიუსს და თან უნდა დავარწმუნო, რომ არისტონის ქვაბის დამაგრებას მართლა მოვახერხებ სახლში. ქვაბის დამაგრებას კი არა, ცენტრალური გათბობაც მე უნდა გავიყვანო ხელოსნებთან ერთად. და სანამ ლინაკო, ხელოსანი ლინაკო ლესავს სახლს. ლინაკო, როგორ ხართ? როგორ მიდის ლესვის პროცედურები? დიახ, მოგესალმებით. სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან კარგად, სტაბილურად. სახლის 80% უკვე გალესილია. ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ კედლები და იატაკი მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ მზად ვიყოთ ახალ ეტაპზე გადასასვლელად და ვფიქრობთ, რომ ცელსიუსის სტუმრობამდე ამ ყველაფრის გამართვას უკვე შევძლებთ. ეს ყველაფერი მარტო ვერ გავაკეთეთ, ყავდნენ დამხმარეებიც, აქედან ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა და გელოდებით. რამე დაბრკოლებას ხო არ გადავაწყდით? მე და საშა ერთად ვამუშავებდით იატაკს, მაგრამ ყველაფერი ესე დაალაგებულად ხო არასდროს არ მოდის. ხო წარმოუდგენელი და შეუძლებელი არის, რომ ყველაფერი დაალაგებულად და იდეალურად მიდიოდეს. რა თქმა უნდა, მეგობრებო, რა თქმა უნდა. წინაღობის გარეშე არაფერი არ არსებობს, წინაღობის გარეშე ელექტრობაც არ არსებობს და რადგან ელექტრობაზე ვლაპარაკობთ, ცუდი ამბავი მაქვს. ძალიან ცუდი ხარისხის დამაგზავნებას ვიყენებდი ამ ყველაფრისთვის, რის გამოც შუა პროცესში, როდესაც ამით ვმუშაობდი, არ გამიფუჭებია ხელსაწყო. ეს დამაგზავნებელი ცოტა გადავტვირთე და დამწვირსუნი მეცა და დაიწყო ამან დადნობასავით რა. მალევე ამოვაძრე ეს, მალევე დავფიქსე, ძალიან რო არ ამოძრავა, მაგრამ როგორც ჩანს ეს რო გავამოძრავე, კონტაქტი გაწყდა და ლაპარაკი აღარ ირსება რა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვლოგი დასრულებულია, შეხედეთ კიდე რამდენი წუთი დაგჭათ. რამდენი წუთი დაგჭათ. უყურებს საერთოდ აქამდე ვინმე? რომ არ მოუწდეთ, რადგან ჩამოსვლები ვართ, გადავწყვიტე, რომ დავიწყო უკვე სახურავის მოხვეწა. იატაკი ხო მოუხვეწე სასწაულად. მაგრამ ძალიან დიდი ნაწილია უკვე გაკეთებული და ეხლა სახურავიდან, აი აქედან უნდა მოუხსნა ეს პატარა ხის ნაჭრები, რომლის მოხსნასაც ისედაც ვაპირებდი, ამიტომ ახლა დავტესტოთ, რამდენად მარტივი იქნება. მე შევარჩევ არისტონის ქვაბს, რომელზეც 20 ნოემბრის ჩათვლით აქვს წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება, როგორც მითხრეს, და რადიატორებს, იმიტომ რომ დეკემბერში სითბო დაგჭირდება, რომ შევედით. მაგერია. ძალიან მაგერია. ყველას გიჩვენე. შენია ხო? ჩემია. აი ეს არის ჩემი და აი ესე შავა არის. არ ვიცი ისი ბრალია რა. ამ ბოლო დროს რაღაცები არ გამოგდის რა. არ გამოგდის კი არა. საერთოდ არ გამოგდის. არ ვიცი დავიღალეთ თუ რა. მაგრამ არ გამოდის აი იატაკის გაკეთება დავიწყეთ. აპარატი გაფუჭდა. ახლა ამის ჩამოხსნა დავიწყეთ, ძალიან რთული აღმოჩნდა და რამდენი რთული რაღაც გვაქვს გაკეთებული და ახლა ვლაპარაკობთ ზუსტად მაგაზე, რომ აი რა ხდება, რატო ვერ ვაგრძელებთ რაღაცებს და არ ვიცი რა. არა და ამ ყველაფერს ესე სწრაფად იმიტომ ვაკეთებთ, რომ სანამ დეკემბერი დადგება, ისედაც მე როგორც ზამთრის მოყვარული ადამიანი უკვე მცხვენია რომ ვაგვიანებ, იმიტომ რომ 1 ნოემბერს აქ ნაძვის ხე უკვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ სანამ დეკემბერი დადგებოდა, ნაძვის ხეს აქ დავდგავდი და აქ დავდგავდი სავარძელს და უკვე შევძლებდი, რომ ამ ოთახში დავრჩენილიყავი და რა ამ ოთახში დარჩენა, ჯერ იატაკიც ვერ მოვაწეს რიგე. ვიცი, აქ ხა ვიღაცები იტყვით, რომ ციკლოკისთვის, იატაკის მოხვეწისთვის ძალიან ადრეაო, მაგრამ ჯერ კედლებს ვერ ვამუშავებ, გაზაფხულამდე ვერ დავამუშავებ, ამიტომ მინდა რომ ეს საშინელი ფერი მოშორდეს აქაურობას და ამ ოთახში დავრჩეთ როგორც ძველ ტკბილ დროს. ამაზე მეც ვერ ვიტირებ. არ ვიტირება ვაფშე. მაგრამ არა, ჩვენ გავაგრძელებთ მაინც. თუ აპარატი არ ჩაერთვება ხელით, გავხეხავთ. არ გავხეხავთ ხელით. საშა ვაგრძელებთ? აბარა. საშა მითხრა რომ იქნებ უთხრათ ხალხს რომ რაღაცები არ გამოგდისო. ხო, იმიტომ რომ უნდა იყო მომენტებში უნდა იყო რეალური. ანუ სულ ხო არ იქნება იდეალურად მიდის, ყველაფერი მიდის იდეალურად. 100%-ით გამომივიდა ყველაფერი. აი, ხა მეორე რადიკალიზმი, მეორე პოლუსი.
ყველაფერი საშინლად არის, სახლი არ გამოდის და ხო და ანუ არც ეგ არ უნდა თქვა. ჩემი ყელთათმანი. ჩემი გულწრფელი აზრი რა. ზოგადად ეგეთი ადამიანი ვარ. ყველაფერში უნდა იპოვო ოქროს შუალედი. ანუ ნახე, როცა გამოდის, იდეალურია, მაგარია ვაგრძელებთ, არ გამოდის, აღიარე რომ არ გამოდის, არა უშავს move on, გააგრძელე და გააკეთე უკეთესი. არ ვარ მართალი ეხლა ასაც წახვედი. წავიდა მარსა დამტოვა 5 წუთი რა უნდა ვილაპარაკო. ზოგჯერ მიყვარს აღონ მარსა, აი დადგება ესე კამერასთან და რაღაცებს ლაპარაკობს რა და რომ ვუყურებ ესე ვფიქრობ, საიდან მოდის ეს აზრები? ანუ აი 5 წუთი ეხა მე დავდგე ჩემ თავს ველაპარაკო, აუდიტორიას ველაპარაკო, ანუ ხო უნდა კონდეს რაღაც აი აზრების მარაგი? კი. მოკლედ, ჩემი აზრი, ოქროს შუალედი ყველაფერში. აი თქვენ დაწერეთ კომენტარებში, როგორი კონტენტი უფრო მოგწონთ, პირობითად, როდესაც კონტენტ კრეატორი უფრო რეალისტურად იძახის რაღაცებს, თუ როდესაც ყველაფერში ესთია. 100%-ით ყველაფერი გამოდის, მაგარია. არა, შენც რეალისტურად, მაგრამ უფრო მგონია, რომ საინტერესო იქნება, ხო, რომ დაგანახოთ ნამდვილი მხარეები. აი ხა დღეს დავიწყეთ და გვეგონა, რომ მოვალთ ყველაფერს დავამთავრებდით დღეს. მაგრამ არ მიდის ისე როგორც უნდა წავიდეს, მაგრამ მე რა? არც არაფერი. ზუსტად? ზუსტად ანუ მე რა სახში მივიღო და ვიტირებ. ხო, აი ეგ არის, ხდები ეგ არის, რომ ანუ მიყვალ და იტირებ. წარმოუდგენელია ჩემს სახლში მოსვლამდე რომ ვიყიდო ყველაფერი რაც დამჭირდება და აღარასდროს გავიდე მაღაზიაში. დღეს უკვე მესამედ ჩავედი მაღაზიაში. პირველად ლურსმნებისთვის, მეორედ არ მახსოვს ვისთვის და მესამედ ახლა ეს კიბე წამოვიღე გამოდან და წყალი, იმიტომ რომ აქ რომ მუშაობ ხოლმე, მავიწდება რომ წყალი დავლიო და მე გაშტერებული ვბრუნდები თბილისში. გაგიმარჯოთ. იცით რა მithქვამს კიდე თქვენთვის ამ ყველაფერთან ერთად ზევით ხვენის იატაკი გრძელდება და ძალიან მალე ხვენი მთლიანად იქნება გადახურული. ხანდახან ვიღვიძებ და მიხარია ხოლმე რომ რაღაცებს ამ სახლში მე არ ვაკეთებ. წავედით დარჩენილი კედლები უნდა გავლესოთ. ეს გაზი იყო. ამ ვიდეოს მაყურებელი რო ვიყო ვიტყოდი ლინაკო რა დროს ცენტრალური გათბობაა კედლები დამუშავებულიც არ გაქვს. ვიცი, თქვენი აზრით წინა ვიდეოში რატო დავიწყე კედლების გათეთრება. მაგრამ ნახეთ ამ თამაში რამდენი გავლესე. შემოსასვლელი ეს ოთახი და დიდი ოთახი უკვე თეთრია. ხო და ჩემი ხელოსანი რომ გაქრა და გული რომ დამწყვიტა და იმედი რომ გამიცრუა. ხედავთ თურმე იმედგაცრუებებს რა მოყვება? თეთრი კედლები. ხუმრობ, იმედგაცრუებებს მოყვება ბევრი ნერვულობა ძილის წინ, მაგრამ მე თეთრი კედლები. ხუმრობ, იმედგაცრუებას მოყვება ბევრი ნერვულობა ძილის წინ, ახალი გადაწყვეტილების მიღების გართულება, მშენებლობის რიტმის არევა, მაგრამ ნახეთ საბოლოოდ მოგებული ვინ დარჩა. მე რომელსაც მაინც თეთრი კედლები მაქვს და ერთით მეტი სქილი მაქვს. ახლა შემიძლია რომ კედლები
ცოტა უსწორმასწორად, მაგრამ მაინც გავლესო. ვინმეს კედელი ხო არ გაქვთ გასალესი. ეს აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ მთლიანი სახლის მშენებლობის, იმიტომ რომ ამაზე მეტად არაფერი არ მართობს. შეიძლება გავერთო უკვე კედლის მოხატვაზე, როცა გადავალ, იმიტომ რომ უშუალოდ ჩემი საქმე არის. და შეიძლება ამას სრულიად არასწორად ვაკეთებ. მაგრამ ძალიან უერთობით, ან ჩემი სახლია და ცოტა დაბრეცილი კედლები თუ იქნება, არა უშავს. საეჭვოდ მარტივიც მეჩვენება. ეს ამბავი. და არ მინდა რომ კატასტროფულად არასწორად ვაკეთებდე, მაგრამ მაგარია. ახლა მართლა არ მჯერა. თეთრი ოთახი მთლიანად თეთრია. მეგონა რომ დღეს მეტს მოვასწრებდი, მაგრამ უკვე ბნელდება და სახლში წასვლის დრო. ახლა ერთადერთი რაც შემიძლია და უნდა გავაკეთო არის რომ ნახეთ რა მაქვს. თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა. ამ დიდ ოთახში უნდა იყოს ძალიან დიდი სავარძელი, რომელზეც დავჯდები კიდეც და დავწვევი კიდეც და ჩემ მეგობრებთან ერთად დავეტევი და როდესაც ამ სახლში დავრჩები ხოლმე, მას დავიძინებ. და მაქვს ამ სავარძლის ორი ფერი. ორივე ჩემი საყვარელი ფერია, ეს არის ლურჯი, ეს არის მწვანე და უნდა ამარჩევინოთ, რომელი ფერი ჯობია რომ ამ სახლში იყოს. ერთი იცოდეთ რომ კიბე რომელიც ზევითავა იქნება ლურჯი, ერთ-ერთი კედელი იქნება ეს მწვანე და არ ვიცი სავარძელი რა ფერი უნდა იყოს, არის ვილვეტი. სავარძელი უკვე შეკვეთილია, მიკეთებს weekend sofa, უმაგრესი ხალხი, რომელიც ჩემი მეოცნების სავარძელს დამიმზადებს და ამარჩევინეთ. რომელი ფერი მოხდება აქაურებას თქვენი აზრით ყველაზე მეტად. ამ ვიდეოში ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარება კედლის გადათეთრებაში და ერთ-ერთი მათგანი იქნება მონატრებული ნინი პაჭკორია. მზად ხარ? ეს თუ დაგირეკ. დამაცხელებელი რეალურად არცერთ არ აქვს რა, წარმარტივად ხორკის და ეს რა და ეს ლამპს ზემოთ ამშვებს რა, ბოლომდე იყენებს. აი მართლა კი არა თვითონ მომიტანე სახლში წავედით. აი ეს მიჩვენა, მაგდანს კი. წამოვიდა. Chelsea ussi mowita. გათბობა მოგვიტანა. სამთავში აქ სიცხე იქნება. მთავარი ხო მაინც არის ტონის ქვაბის დაყენება არის, მაგრამ ერთი სული მაქვს ამას როდის დავაყენებთ ოთახებში და როდის გათბება და როდის მივეყუდებით და როდის გავთბებით და როდის არ შეგვსვიდება და როდის შევძებთ ამ სახლში დარჩენას. წარმოგიდგენთ ეს აი აქ. კიდევ აი აქ. მე მგონი ეს არის საუკეთესო რამ რაც ამ სახლისთვის მოვიტანა, იმიტომ რომ გათბობა ყოველთვის იყო ამ სახლის ძალიან დიდი პრობლემა. არ ვიცი სახურავი უფრო მიხარია თუ გათბობა. თქვენ რომელი უფრო გაგიხარდებოდა? ვაგზელებთ. თან ნახეთ, ჩემი სახლი რა საოცარი ადგილი არის იმისთვის, რომ მოხვიდე და აქედან იმუშაო. ეს ადამიანი აქ არის, მუშაობს, საოცარი გარემო, არაჩვეულებრივი სუფთაეზო. ყველაფერი ყველაფერი არის ძალიან მაგრად რა. ამ ოთახს გვიანობამდე ვლესავდით და ახლა სულ თეთრია. არისტონის ქვაბი უკვე ჩემს სახლშია, სექციური რადიატორებით ჩემს სახლშია, გადამყვანები, მილები, ყველაფერი უკვე მოვიტანეთ და ახლა ველოდებით ჩემს ხელოსანს რომ დავეხმარო ამ ქვაბის მონტაჟში, იმიტომ რომ როგორც ცელსიუსმა მითხრა, თუ მე ამ ქვაბს იდეალურად დავაყენებინებ ხელოსნებს და ცოტათი მეც დავეხმარები, მაშინ ეს ქვაბი მე დამრჩება საჩუქრად. და რადგან ამ სახლს მხოლოდ ცით მოაკლია იმისთვის რომ დავრჩე, მე მზად ვარ.
ცელსიუსი ამბობს, რომ ეს ქვაბი ჩემს სახლს ჩაღუნღულებს. ცენტრალური გათბობის unboxing-ი ხომ არ გესიამოვნებოდათ. ჩემი სახლის გათბობაზე იზრუნებს არისტონის ქვაბი. ეს არის პრემიუმ იტალიური ბრენდი, რომლის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი არის ცელსიუსი და 30 ნოემბრის ჩათვლით ექნებათ ყველაზე დიდი ფასდაკლება. წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება ამ არისტონის ქვაბებზე. 30 ნოემბრისთვის ჩემი სახლი უკვე ჩაღუნღულებული იქნება და გაგაგებინებთ როგორ მუშაობს, მაგრამ მე ძალიან მომწონს, თან შავია. ამჯერად სახლში გათბობა მექნება. და ახლა ჩემი მცივანა მეგობრების თავისუფლად ჩამოვლენ და არ შესწირდებათ. ჩემი მცივანა მეგობრები მართლა ჩამოვლენ ჩემს სახლში და კედლებსაც გამილესავენ, მაგრამ მანამდე გათბობის გაყვანაც ხო გჭირდება, რა? ცოტაც დაგვრჩა და ეგ არის. ახლა დაო თერმორეგულატორიც მაქვს. იმდენს ნახე რომ თუ ქართულმა ინსტრუქციის კითხვა დაიწყო, ესე იგი უკვე რაღაც გააფუჭავდა მაგ სტერეოტიპს დავამსხვრევ და ჯერ წავიკითხავ. ჩვენ ახალი შენაძენი გვაქვს. პაგურერის წყალი და ჩვენ გვაქვს ურიკა. ვა დედა? So random. კაგა ნახე ეს ვიყიდეთ ახლა. ხო მაგარია. მაგარია? ო. თორმეტი არა 120-ის. არა ეს. ხო დედა ჩემი გვესწურა და ვთხოვე რომ ცოტათი მკაცრი ყოფილიყო, იმიტომ რომ მე ვერასდროს ვერაფერში ვარ მკაცრი და არა სერიოზულად მიყურებს ხალხი. და ანუ როგორ მოგწონს სამუშაოები, როგორ მოგწონს ჩვენი რადიატორები, რას ეტყვი ცელსიუს, რომელიც გვაჩუქებს ქვაბს თუ ამ ქვაბის დაყენებაში მივიღებ მონაწილეობას? ძალიან ყველაფერი ძალიან მომწონს. ნინი დიდი მადლობა, კარგი გოგო ხარ. ლინას რა ეხმარები? გამოიწერე ჩემი შვილის არხი. მადლობა ცელსიუს, ძალიან მაგარი ქვაბი გვაქვს. ხო დაყენებდით. ეს არის იტალიური ბრენდის ურიკა. დამხმარე ნივთი ურიკა. რა დავარქვათ? ურიკას. აუ რა მაგარია. აი აქ დავყავთ. ოჩანინი. ეს არის ქვები, რომლითაც არის აშენებული ჩემი სახლი. მეტიც სახურავშიც ეს იყო. ის სქელი კედელიც ამით არის აშენებული და რა მაგარია, ანუ ეს კედელი უფრო მყარია, ვიდრე დღეს რაღაც 20-იანი ბლოკით აშენებული გარე ფასადის კედლებით. მომქონდა, ხო? ნიავო. ეს არის მაგარი რუკა. გარეთ გახვალ და ნახავ რა. აბა დავიწყოთ და ეს ის გაზის ხალხი მოვიდეს. ცენტრალური გათბობის გაყვანა საკმაოდ საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. პირველ რიგში კარგად უნდა გაიწეროს და დაიგეგმოს სად რა მილი გადის და დავიწყეთ დაქსელვა. დაქსელვამდე მე და ნინი დავტესტეთ ერთ-ერთი რადიატორის აწყობაც სექციური არის, ამიტომ ამ სექციასაც გინდა მოხსნი მე დაამაგრებ და გადააწყობ და მოკლედ ჩემს სახლში ყველაზე დიდი რადიატორი ჩემი და ნინი პაჭკორიას აწყობილია. ეს არის main flex-ი დღევანდელი დღის. კიდე კარგი რომ კედლების გალესო მოვასწარი ამ რადიატორებს ალბათ არ მოხსნი და რადიატორების უკან ახლა თეთრი კედელი რო არის ძალიან მიხარია. კიტყვიან ვიღაცები რომ რა დროს რადიატორების დაკიდება არისო, მაგრამ მე ხომ ახალ წელს მინდა რომ აქ ვიყო, ახალ წელს კი არა. ერთ კვირაში რაც ამ სახლის პროექტი დავიწყე, ყველა მეუბნება როგორ მკლავდები ამ ყველაფერს და რამხელა საქმეს შეეჭიდეო. მეგობრებო, არაფერი ამაში რთული არ არის მართლა. ერთადერთი სირთულე და არანორმალური რამ რაც დამემართა ამ სახლის პროექტზე მუშაობის განმავლობაში არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. ოღონდ განა დიდი გადაწყვეტილების, აი ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას ამ პარასკევს სათუსავთ, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, ჯერ ვინ მივიყვანო სახლში, მე ვინ ან რა ჩავიცვა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყოველ დილა, როდესაც ამ სახლში ჩამოვდივარ, იწყება ასე. ჩნდება 1-3-4 ახალი პრობლემა უცებ. მერე ამ პრობლემის მოგვარების 5-5 გზა, ან უკვე 15 რაღაც რაზეც უნდა იფიქრო. მერე უნდა იდგე და ეს პატარა პრობლემები გადაწყვიტო და
თელ ჩემ გონება მაგაზე რო არის მიმართული, უკვე აღარ შემიძლია რომ გადავწყვიტო, ხა ბაკურიანის ატმის გემოჯობია თუ ვაშლის. ატმის ჯობია, მაგრამ ერთადერთი რაც მომშვიდობს ის არის, რომ ჩემი სახლია და თუ მომიდება საერთოდ გავჩერდები. მაგრამ არ გაჩერდე. გამოიცანეთ ახლა სად გავარ? დიახ, ეს ბნელი ოთახის იატაკია, რომელიც ნიკამ დაიწყო და კი გავა უკვე ბოლოში. აქ იქნება ეს პუფები. ესე დავსხდებით ყველა. აქ შევჭამთ სუშის და აი აქ გავა ფილმი. ფილმი იქნება დებილი და უფრო დებილი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. მაგრამ იცით ყველაზე მეტად როგორ მიფასდება ეს ყველაფერი, როგორ ვუფასებ ჩემ თავს ამ ყველა შრომას და რა მაძლევს მოტივაციას? Christmas lights. სახელმწიფო განათებები, რომელიც ამ სახლში მოვიტანე და ყოველ საღამოს ძალიან დაღლილი რო ვარ უკვე კანცი, რომ მძვრება და ძალიან ჭუჭყიანი რო ვარ და ძალიან მტვრიანი რო ვარ, უბრალოდ ჩავთავ ამ სახელმწიფო განათებას და თავს მოვიკატურებ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად არის და ტკბები ამით და მე უბრუნდები. საბოლოოდ ლინაკომ ამ სახლში ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი არ არჩეული გათბობა უპრობლემოდ დაგვემონტაჟებინა. სხვაები მთლიანად მე არ დამიმონტაჟებია, მაგრამ მონაწილეობა მივიღე და ხელოსნებს დავეხმარე გაზის გამოყვანაში, მილების დამაგრებაში და ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ქართველებივით ინსტრუქციას გადავშალეთ. მე რა ცოტა დაგვიანებული იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სწორედ გავაკეთეთ. ახლა კითხვა ცელსიუს და ჩემს მაყურებელს. შევასრულე ცელსიუსის გამოწვევა? ეს ქვაბი ამ სახლში რჩება თუ მიდის? მგონი ეს განათება ძალიან მოუხდა და კომენტარებში ცელსიუს წითელი გულები გაუსვამეთ.